ძვირფასო ღვთისძეო, ძვირფასო ღვთიური სინათლის ასულო, უზენაესის მშვიდობა იყო შენთან ამ ახალ განთიაზე. სანამ მზე ამოდის ჰორიზონტზე და მოაქვს დღის დაპირებები, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით, იცოდე, რომ მარტო არ ხარ ამ მოგზაურობაში. ფარველი ანგელოზები, თავად შემოქმედის მიერ გამოგზავნილები, შენს გვერდით არიან იმ პირველივე წამიდან, როცა შენი თვალები ამ ახალი დღისთვის გაიხსნა. გამოღვიძების ეს წმინდა მომენტი ღვთიური საჩუქარია, ზეციური საჩუქარი, რომელიც ყოველ დილით გვეძლევა. ეს ღმერთის მოწვევაა, რომ კიდევ ერთი დღე ვიცხოვროთ მისი დაცვისა და უსაზღრო სიყვარულის ქვეშ. და ამ მოწვევასთან ერთად ის აგზავნის თავის ზეციურ მაცნეებს, ფარველ ანგელოზებს, რომ თან გვახლდენ, დაგვიცვან და გვიხემძღვანელონ ყოველ ნაბიჯზე, რომელსაც გადავდგავთ. ღრმად ჩაისუნთქე და იგრძენი ეს ანგელოზური ყოფნა შენს ირგვლივ. ის რეალურია, ხელშესახებია მათთვის, ვისაც რწმენა აქვს. როგორც ნაზი ნიავი, რომელიც გეხება კანს, როგორც ოქროსფერი შუქი, რომელიც გულს გითბობს, ანგელოზები აქ არიან ამ წუთას, ქვევენ თავიანთი მფარველი ფრთებით. დაე ეს დღე დალოცვილი იყოს პირველივე წამიდან. დაე ყოველი ჩასუნთქვა იყოს მადლიერების ლოცვა, გულის ყოველი ცემა ზეციური ჰარმონიის ექო და ყოველი აზრი განათებული იყოს ანგელოზური სიბრძნით. შენ საყვარელი ხარ, დაცული ხარ, ხელმძღვანელობენ შემოქმედების ყველაზე წმინდა არსებები. ნება მიეცი, რომ ანგელოზური ყოფნის ეს რწმენა იყოს ის საფუძველი, რომელზეც ააშენებ ამ დღის ყველა გამოცდილებას. მამის, ძისა და სულიწმიდის სახელით, დაეხთის ანგელოზები იყვნენ შენი მუდმივი თანამგზავრები ამ ყოველდღიურ მოგზაურობაში. მესიჯი, რომელსაც მფარველი ანგელოზები დღეს შენთვის ატარებენ, არის ღრმა სიმშვიდის სიტყვა. ნუ გეშინია, რადგან მე შენთან ვარ. ეს არ არის მხოლოდ დამამშვიდებელი ფრაზა, არამედ ზეციური დაპირება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისმის, მას შემდეგ რაც ანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა ღვთისმშობელს, როდესაც უფლის ანგელოზი ეწვია მწყემსებს ქრისტეს დაბადების ღამეს და როდესაც უამრავი ანგელოზი გამოეცხადა ღვთისმსახურებს წმინდა ისტორიის განმავლობაში. ეს არის იგივე დაპირება, რომელიც შენთვის დღესაც ისმის. ეს მონაკვეთი ებრაელთა მიმართ ეპისტოლედან გვასწავლის. განაყოველი მათგანი მსახური სული არ არის, რომლებიც მსახურებისთვის არიან გაგზავნილნი, იმათთვის ვისაც ხსნის დამკვიდრება უწერია? დიახ, ღმერთის საყვარელო შვილო, ანგელოზები სპეციალურად არიან დანიშნულნი, რათა ემსახურონ შენს ცხოვრებას, გემსახურონ ღვთიური სიყვარულით და გიცავდნენ ხილული და უხილავი საფრთხეებისგან, რომლებიც შეიძლება შენს გზაზე შეგვდეს. ჭეშმარიტი სიმშვიდე. შენს მფარველ ანგელოზებს სურთ, რომ გაიგო ერთი ფუნდამენტური ჭეშმარიტება. სიმშვიდი არ არის ქარიშხლების არარსებობა, არამედ ღვთიური სიმშვიდის არსებობა ნებისმიერ გარემოებაში. როცა იესოს ნავსადგურში ეძინა ქარიშხლის დროს, ეს იმიტომ კი არ იყო, რომ საფრთხე არ არსებობდა, არამედ იმიტომ, რომ ის მთლიანად ენდობოდა მამის დაცვას. ანალოგიურად შენც შეგიძლია იპოვო ეს ზეციური სიმშვიდე. იმის ცოდნით, რომ მუდმივად ღვთის ანგელოზების მფარველობის ქვეშ იმყოფებ. ანგელოზების ჩუმი შრომა. შენი მფარველი ანგელოზები ისე მუშაობენ, რომ ამას ხშირად ვერც კი ვამჩნევთ. ისინი სიბრძნის სიტყვებს გჩურჩულებენ გადაწყვეტილების მიღების მომენტებში. სწორ ადამიანებს ახვედრებენ შენს გზაზე, როცა ყველაზე მეტად გჭირდება. აგარიდებენ საფრთხეებს, რომელთა შესახებაც არც კი გეცოდინება და სიმშვიდეს მოგივლენენ სულზე, როცა შფოთვა ცდილობს მოგიახლოვდეს. დაფიქრდი შენი ცხოვრების იმ მომენტებზე, როცა აუხსნელად გძნობდი სიმშვიდეს, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატებოდა. როცა სიტუაცია, რომელიც შეუძლებელი ჩანდა, მოულოდნელად მოგვარდა. როცა უბედურებას რამდენიმე წამით გადაურჩი. როცა წამახალისებელი სიტყვა მოგესმა ზუსტად მაშინ, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდა. ეს დამთხვეები არ იყო. ეს იყო ანგელოზური ჩარევა. ღვთიური მზრუნველობის გამოვლინება მისი ზეციური მაცნეების მეშვეობით. შენი ზეციური თანამგზავრი. მფარველმა ანგელოზებმა იციან შენი ცხოვრების ყოველი დეტალი. შენი სადარდებელი, შენი ოცნებები, შენი შიშები, შენი სიხარული. ისინი ხედავენ სრულ სურათს, რომლის დანახვაც შენ ჯერ არ შეგიძლია.
ამიტომ, როცა დღეს შფოთვა მოაკაკუმებს შენი გულის კარზე, გახსოვდეს, რომ არსებობენ ზეციური არსებები, რომლებმაც უკვე იციან იმის გამოსავალი, რაც გაწუხებს. ქრისტიანულ ტრადიციაში ყოველთვის ვიცოდით, რომ თითოეულ ადამიანს ყავს სპეციალურად მისთვის დანიშნული მფარველი ანგელოზი. ამ ანგელოზმა შენ დაბადებამდე იცოდა, თან ახლდა შენი ცხოვრების ყოველ მომენტს, ზეიმობდა შენს გამარჯვებებს და შენს ტკივილზე ტიროდა. ის შენი ზეციური თანამგზავრია, შენი ღვთიური მფარველი, შენი სულიერი მეგზური. დღეს ამ მფარველ ანგელოზს სურს შეგახსენოს, რომ შენ არ გჭირდება მარტო ატარო სადარდებლის სიმძიმე. ის აქ არის, რათა გაგიზიაროს ეს ტვირთი, შენი შფოთვა ნდობად აქციოს, შენი შიში რწმენად, შენი მოუსვენრობა კი ღრმა სიმშვიდედ. ამ დღის ანგელოზური გზავნილი ნათელია. მიაბარე შენი სადარდებელი ზეციურ ზრუნვას და მიეცი ნება, რომ ღვთის მშვიდობამ, რომელიც ყოველგვარ გაგებას აღემატება, დაიცვას შენი გული და გონება. შენი მფარველი ანგელოზები არა მხოლოდ გიცავენ გარე საფრთხეებისგან, არამედ შრომობენ, რათა ჰარმონია შემოიტანონ შენს შინაგან სამყაროში. ისინი ექსპერტები არიან ქაოსის წესრიგად, სასოწარკვეთის კი იმედად გადაქცევაში. იგავი სინათლეზე. ნება მომეცით გაგიზიაროთ იგავი, რომელსაც ანგელოზები ჩასჩურჩულებენ გულებს, რომლებმაც მოსმენა იციან. ერთხელ კაცი მიაბიჯებდა ქვებით სავსე გზაზე ბნელ ღამეს. ქარი ძლიერად ქროდა, ღრუბლებს მთვარე დაეფარათ და ის ძლივს ხედავდა გზას. ყოველ ნაბიჯზე ქვებს ეხლებოდა, ეშინოდა გზა აერია და მისი შფოთვა ყოველ წამს იზრდებოდა. მოულოდნელად მის გვერდით რბილმა შუქმა დაიწყო მათება. ეს არ იყო თვალის მომჭრელი შუქი, არამედ ნაზი ნათება, რომელიც ზუსტად იმ ნაბიჯებს ანათებდა, რომლებსაც ის დგამდა. როდესაც შუქის წყარო შეხედა, მის გვერდით მძინავი არსება დაინახა. ვინ ხარ შენ? თქვა კაცმა. მე ის ვარ, ვინც ყოველთვის შენთან იყო, უპასუხა ანგელოზმა. განსხვავება ის არის, რომ ახლა შენ ყურადღებას აქცევ ჩემს არსებობას. მაგრამ აქამდე რატომ ვერ გხედავდი? იკითხა კაცმა. იმიტომ რომ შენ მხოლოდ გზის ქვებს უყურებდი, ირგვლივ არსებულ სიბნელეს, წინ არსებულ დაბრკოლებებს. ახლა კი თვალები ახილე და ხედავ სინათლეს, რომელიც ყოველთვის აქ იყო. ანგელოზური სიმშვიდე. ეს იგავი ჩვენი სულიერი მოგზაურობის ღრმა ჭეშმარიტებას გვიჩვენებს. მფარველი ანგელოზები ყოველთვის ჩვენთან იყვნენ, მაგრამ ხშირად იმდენად ვართ კონცენტრირებული პრობლემებზე, სირთულეებზე და ყოველდღიურ სადარდებელზე, რომ ვერ ვამჩნევთ მათ სინათლით სავსე არსებობას ჩვენს გვერდით. ანგელოზური სიმშვიდე არ მოდის გამოწვევების არარსებობიდან, არამედ ღვთიური არსებობის გაცნობიერებიდან გამოწვევების ფონზე. როცა დილით იღვიძებ და შენი გონება მაშინვე იწყებს ფიქრს მომავალ დღეზე, გადასახდელები, პრობლემები სამსახურში, ოჯახური საკითხები, შესასრულებელი ვალდებულებები, შენი მფარველი ანგელოზები იქ არიან, ნაზად გჩურჩულებენ, ახედე ზემოთ, საყვარელო შვილო, ნახე სინათლე, რომელიც აქ არის. ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს ანგელოზური ყოფნა ძალიან პრაქტიკული ფორმებით ვლინდება. როცა საცობში ხარ და ურბანულ ქაოსში აუხსნელ სიმშვიდეს გრძნობ. როცა სამსახურში რთულ შეხვედრაზე ხარ და მოულოდნელად სწორი სიტყვები გადმოგდის პირიდან. როცა შვილზე ნერვიულობ და დამამშვიდებელ ზარს იღებ. როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგახარ და მოულოდნელად გონება გინათდება. მფარველი ანგელოზები ცხოვრების ბუნებრივი გარემოებების მეშვეობით მუშაობენ, მაგრამ ყოველთვის სიყვარულისა და დაცვის ზებუნებრივი შეხებით. ისინი არ აშორებენ ყველა გამოწვევას ჩვენი ცხოვრებიდან, რადგან იციან, რომ სირთულეების გავლით ვიზრდებით, მაგრამ გვაძლევენ ძალას, სიბრძნეს და სიმშვიდეს, რათა ღირსებითა და რწმენით შევხვდეთ მათ. ანგელოზური სიმშვიდე. არსებობს ძველი ტრადიცია, რომელიც ამბობს, რომ როდესაც აშკარა მიზეზის გარეშე მოულოდნელად ჯრუანტელი გვივლის, ეს ანგელოზია, რომელიც ჩვენს გვერდით გადის. როცა მუსიკა განსაკუთრებულად გვეხება გულზე, ეს შეიძლება ანგელოზი იყოს, რომელიც მელოდიის მეშვეობით გველაპარაკება. როცა გამამხნევებელი სიტყვა უცხო ადამიანისგან გვესმის, ეს შეიძლება ანგელოზი იყოს, რომელიც ამ ადამიანს იარაღად იყენებს. ანგელოზური სიმშვიდე განსხვავდება ადამიანური სიმშვიდისგან.
ადამიანური სიმშვიდე დეტალურ სტატისტიკაზეა დამოკიდებული. როცა ყველაფერი კარგადაა, როცა პრობლემები არ არის, როცა ცხოვრება შეუფერხებლად მიედინება. მაგრამ ანგელოზური სიმშვიდე ზებუნებრივია. ის შეიძლება არსებობდეს ქარიშხლის შუაგულშიც. მაშინაც კი როცა სიტუაციები რთულია, მაშინაც კი როცა მომავალი გაურკვევლად გამოიყურება. ეს ის სიმშვიდეა, რომლის მოვლენაც ანგელოზებს სურთ შენს ცხოვრებაში დღეს. მშვიდობა, რომელიც არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება შენს ირგვლივ, არამედ იმის დარწმუნებულობაზე, რომ ღვთის დაცვისა და მზრუნველობის ქვეშ ხარ, მისი ზეციური მაცნეების მეშვეობით. დღეს შენი მფარველი ანგელოზები გიწვევენ მარტივ, მაგრამ მძლავრ პრაქტიკაზე, რომელიც შეცვლის შენს ყოველდღიურ გამოცდილებას. უწყვეტი ანგელოზური ცნობიერება. ეს არ არის რთული პრაქტიკა, რომელიც საათობით მედიტაციას ან დახვეწილ რიტუალებს მოითხოვს. ეს არის ის, რისი შეტანაც ბუნებრივად შეგიძლია შენს რუტინაში, რითაც შექმნი ანგელოზური კავშირის წმინდა მომენტებს მთელი დღის განმავლობაში. დილა, ანგელოზური გამოღვიძება. როგორც კი გაიღვიძებ, საწოლიდან ადგომამდე, დაიდე ხელი გულზე და თქვიეს მარტივი ლოცვა. ღვთის მფარველო ანგელოზებო, გმადლობთ, რომ მიცავდით ღამით. გთხოვთ, ამ ახალ დღესაც ჩემთან იყავით. მიმმართეთ, დაიცავით ჩემი გზა და აავსეთ ჩემი გულის ზეციური სიმშვიდით. ნება მომეცით, ვიგრძნო თქვენი ყოფნა ყოველ წამს. ამინ. ღრმა ჩაისუნთქე სამჯერ, წარმოიდგინე ოქროსფერი შუქი, რომელიც მოიცავს მთელ შენს სხეულს. ეს არის ანგელოზური დაცვის შუქი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაჰყვება. დღის განმავლობაში ხელახალი კავშირის მომენტები. დაადგინე პატარა ანგელოზური შეხსენებები მთელი დღის განმავლობაში. ყოველთვის როცა საათზე განმეორებად ციფრებს დაინახავ. 11-11, 14-14 და ასე შემდეგ. ეკლესიის ზარისხმას გაიგონებ. მტრედს ან პეპელას დაინახავ. სახეზე ნაზ სიოს შეხებას იგრძნობ. გულზე შემეხები მუსიკას მოისმენ. გამოიყენე ეს მომენტები როგორც ნიშანი, რომ ცოტა ხნით შეჩერდე და ჩურჩული თქვა: ღვთის ანგელოზებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ცხოვრებაში ამ წუთში. სამსახურში ანგელოზური დაცვა პროფესიულ საქმიანობაში. სამსახურის დაწყებამდე, სახლში თუ ოფისში თქვი ეს სიტყვები: მფარველო ანგელოზებო, გთხოვთ, დაიცვათ ჩემი სამუშაო დღეს. დაეთ ჩემი ხელები სიკეთის იარაღი იყოს. ჩემი სიტყვები სიმშვიდის წყარო. ჩემი გადაწყვეტილებები კი ზეციური სიბრძნით იყოს წარმართული. დამიცავით არასაჭირო კონფლიქტებისგან და გადამიშალეთ სამართლიანი დაბრკოლებების გზა. საწופში დაცული მოგზაურობა. ყოველთვის როცა მანქანაში ჩაჯდები, მზღოლის თუ მგზავრის სახით გამოიძახე ანგელოზური დაცვა. ღვთის ანგელოზებო, იმოგზაურეთ ჩემთან ერბად, დაიცავით ეს მანქანა, მისი ყველა მგზავრი და გზაზე მყოფი ყველა სხვა მოგზაური. დაე ეს მოგზაურობა იყოს უსაფრთხო და მშვიდი. ჭამისას ანგელოზური მადლიერება. თითოეული ჭამის წინ ტრადიციული სამადლობელი ლოცვის გარდა თქვი: დაე ღვთის ანგელოზებმა დალოცონ ეს საკვები, გარდაქმნან ის ენერგიად სიკეთის სამსახურში და ძალად, რათა შევასრულო ჩემი მისია დედამიწაზე. შფოთვის მომენტებში დაუყოვნებელი ანგელოზური დახმარება. როდესაც იგრძნობ შფოთვას, შიშს ან ნერვიულობას, გამოიყენე ეს ანგელოზური სუნთქვის ტექნიკა. ღრმად ჩაისუნთქო 4 წამის განმავლობაში, წარმოიდგინე ოქროსფერი შუქი, რომელიც შენს ფილტვებში შედის. შეიკავე სუნთქვა 4 წამის განმავლობაში, იგრძენი ანგელოზური ყოფნა. ნელა ამოისუნთქო 6 წამის განმავლობაში, გაათავისუფლე ყველა დაძაბულობა. გაიმეორე სამჯერ, ჩურჩულით თქვი: მშვიდობის ანგელოზებო, დაამშვიდეთ ჩემი გული. საღამოს მადლიერება და დაცვა. დაძინებამდე მოკლედ გადაავოლე თვალი განვლილი დღე, მადლობა გადაუხადე მიღებული ანგელოზური დაცვისთვის. მფარველო ანგელოზებო,
გმადლობთ, რომ დღეს ყველა გზით მიცავდით, ისეთებით, რომლებსაც ვამჩნევდი და ისეთებითაც, რომლებსაც ვერ ვამჩნევდი. გთხოვთ განაგრძოთ მზრუნველობა ჩემს ძილზე, ჩემს ოჯახზე, ჩემს სახლზე და ეხვალ გამოვიღვიძო განახლებული და კიდევ უფრო შეგნებული თქვენი მოსიყვარული ყოფნის. დადასტურება დღის განმავლობაში გასამეორებლად. როდესაც მყისიერი სიმშვიდე დაგჭირდება, გულში გაიმეორე. ღვთის ანგელოზების მიერ დაცული ვარ. ზეციური მშვიდობა ავსებს ჩემს გულს. ყველაფერი კარგადაა. ბოლო გზავნილი. გახსოვდეს, ეს პრაქტიკა არ ეხება სრულყოფილებას, არამედ განძრახვას. მაშინაც კი თუ ზოგიერთი მომენტი დაგავიწყდება, ანგელოზებს ეს ესმით და შენს გვერდით რჩებიან. თავარია, განავითარო ის მოსიყვარულე ცნობიერება, რომ არასოდეს ხარ მარტო. ძვირფასო სინათლის შვილო, უზენაესი სასულო. სანამ ეს ანგელოზური გზავნილი დასასრულს უახლოვდება, იცოდე, რომ ფარველ ანგელოზების დაცვა და სიყვარული დღეს მხოლოდ ახლა იწყებს გამოვლენას შენს ცხოვრებაში. ყოველი სიტყვა, რომელიც მოისმინე, ყოველი ასახვა, რომელიც გულს შეეხო, ყველა პრაქტიკა, რომლის შესრულებაც გადაწყვიდე, ეს ყველაფერი ღვთის ანგელოზებმა ჩარგეს შენს სულში. და ეს ზეციური სიმშვიდე, რომელიც ანგელოზებმა ამ ჯუთას მოგივლინეს, დარჩეს როგორც დამცავი მანტია მთელი დღის განმავლობაში. და ის იყოს შენი მუდმივი თანამგზავრი სამუშაო საათებში, შენი თავშესაფარი გამოწვევების მომენტებში, შენი ძალა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისას და შენი სიმშვიდე დასვენების წუთებში. შენი მფარველი ანგელოზები დღეს ამ საზეიმო დაპირებას გაძლევენ. არა აქვს მნიშვნელობა სად წახვალ, ჩვენ შენთან ერთად წამოვალთ. არა აქვს მნიშვნელობა რას შეხვდები, მარტო არ შეხვდები. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად ბნელად გეჩვენება გზა, ჩვენი სინათლე გაანატებს შენს ნაბიჯებს. დაე, შენი ყოველი ამოსუნთქვა იყოს მადლიერების ჩუმი ლოცვა. დაე, შენი გულის ყოველი ცემა იყოს ზეციური ჰარმონიის ექო. დაე, ყოველი ნაბიჯი, რომელსაც დგამ, ანგელოზური სიბრძნით იყოს წარმართული. დაე, ყოველი სიტყვა, რომელსაც ამბობ, კურთხეული იყოს ზეციური არსებების სიწმინდით. როცა დღეს მზე ჩავა და შენ განიხილავ განცდილ გამოცდილებებს, შეამჩნევ ანგელოზური ყოფნის ნიშნებს, რომლებიც მუდმივად არსებობდნენ. საუბარი, რომელმაც ზუსტად ის მითითება მოგიტანა, რომელიც ითხოვე, შუქნიშანი, რომელიც საჭირო დროს აინთო, ზარი, რომელიც საჭირო წამს მიიღე, გამოსავალი, რომელიც მაშინ გამოჩნდა, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდი. ღვთის ანგელოზები ბეჭდამენ ამ დღეს შენი ცხოვრების განსაკუთრებული გამარჯვებით. დაე, მთავარ ანგელოზი მიქაელი იყოს შენი დაცვა ყოველგვარი ბოროტებისგან. დაე, მთავარ ანგელოზი გაბრიელი იყოს შენი კეთილიამდების მაცნე. დაე, მთავარ ანგელოზი რაფაელი იყოს შენი განკურნება და აღდგენა. დაე, შენი მფარველი ანგელოზი იყოს შენი მუდმივი და ერთგული თანამგზავრი. დაე, ზეცის ყველა ანგელოზმა იზეიმოს შენი ყოველი გამარჯვება და ნუგეში ქცეს ყოველ სირთულეში. წადი მშვიდობით, ღმერთის საყვარელო შვილო, წადი იმის რწმენით, რომ დაცული, წარმართული და უსაზღროდ საყვარელი ხარ ღვთიური ქმნილების ყველაზე წმინდა არსებების მიერ. წადი იმის ცოდნით, რომ ეს არ არის ნახვამდის, არამედ მალე გნახავ, რადგან ხვალ ანგელოზები ისევ აქ იქნებიან, სიყვარულის ახალი გზავნილით, წახალისების ახალი სიტყვით, დაცვის ახალი დაპირებით. დაე, მამის მადლი, ძის სიყვარული და სულიწმიდის თანაზიარობა, ღვთის წმიდა ანგელოზების მუდმივ დაცვასთან ერთად იყოს შენთან დღეს და ყოველთვის.